ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ძალიან უცებ და მარტივად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც თქვენ სახლში არსებულ გაუგებრებზე, კონფლიქტზე და შეუთანხმებელ დისჰარმონიებზე მუშაობს. ანუ როცა ისე არ მიდის საქმე, როგორც თქვენ გეგმავთ, არ არის ისე ურთიერთობები ოჯახის წევრებთან ან სხვა ადამიანებთან, გეჩვენებათ, რომ ხელიდან ყველაფერი გივარდებათ, ჭურჭელიც და ბედიც, აი ძალიან მაგარ რიტუალს გასწავლით ახლა. და როგორც ყოველთვის მონაწილეობას მიიღებს ძალიან პრიმიტიული რამ. ნუ ყოველ შემთხვევისათვის ილოვად ხელმისაწვდომი, მისი აღმატებულება ლიმონი. ჩვეულებრივ ლიმონს ვიღებთ. დანელა ვიტყვი, იმიტომ რომ კარგად დაიმახსოვროთ. და კიდე, აბა თუ მივხვდებით, რომელ საყვარელ ინგრედიენტს ჩემსას, რომელსაც ვანდობ თელ ჩემს ენერგიების გამოხაშხაშებას. დიახ, სწორად მივხვდით, ეს არის მარილი. აი ესე მოვათავსებთ მასზე, მცირეოდენ მარილს, ლიმონზე და ეხლა ალბათ აკუსტიკით და ანტურაჟით მივხვდით, რომ მე ვიმყოფები აბაზანაში. რატომ? ამასაც ხომ თავისი მიზეზი აქვს. მთელი ღამის განმავლობაში აბაზანაში ვტოვებთ ჩვენს მარილიან ლიმონს. სიტყვებით მარილო, წაიღე ჩემი ცუდი ენერგია. ლიმონო, გადააქციე ეს სიმჩავე სიტყვოთ და ჩემთან ერთად. გააკეთე მისი ლიკვიდაცია. დილით ამ ყველაფერს ჩემო ძვირფასებო ვიღებთ და რასაკვირველია, გამდინარე წყალში ხსნით. დაახლოებით ასე, როგორც ამ ვიდეოშია ნაჩვენები. აი ესე გავწმინდავთ ამ ლიმონს და ჩვეულებრივად შეგვიძლია წყალში ჩავაწუროთ და გამოვიზოგოთ, დილობით დავლიოთ. ყველა მისი კეთილი და ყველა მისი სასარგებლო თვისება დავიტოვოთ ჩვენთვის. ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა. ძალიან მარტივად და გენიალურად შევეცადეთ თქვენი ცუდი ამბების გაქრობა, ლიკვიდაცია და ახალ ნათელ ოქროსფერ გზაზე დაყენება. გიტოვებთ აი ამ ლამაზ პანორამას ნიშნად იმისა, რომ როგორც ყურძენი თავის ტევნებში ასის ხორცებს და ასხივოსნებს, ჩემო ძვირფასებო, ისეთი ღვთიური სითხის ენერგიას, როგორც არის ღვინო, რომელიც ბიბლიაში ძალიან საპატიო ადგილს იკავებს, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე, ამ ყველაფრის სიავკარგეში და ამ ოქროსფერი ანტურაჟის ფონზე გახდეს თქვენი წარმატების, თქვენი კეთილდღეობის, თქვენი ბედნიერების, თქვენი განათების, თქვენი გაბრწყინების და თქვენი ჭეშმარიტების გზაზე დაყენების სიმბოლოდ. ვისაც ამ ყველაფერში ცოტა ფეხი გერევათ, შემიძლია გამოგადგეთ რჩევად და მეგობრად, მომწერეთ და ერთად ვკითხოთ ტაროს სიფრთხნეს. როგორი გზა ავირჩიოთ სრული ბედნიერებისკენ. ნახვამდის. კომენტარებში წერთ. დაიღოს.